პატარაობაში ფეხბურთის თამაშის დროს გეძახდნენ ამოდი ჭამე და ჩადე. არა. აი ჭამე არ იყო ხოლმე. ძირითადად იყო ამოდი, იმიტომ რომ იმდენად გვიანლობამდე თამაშობდით ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ჭამის დრო აღარ იყო უკვე. ანუ უკვე ნაჭამი მქონდა. იმიტომ რომ რაც მახსოვს ხა ძირითადად დოლიძეზე უბანში, სანამ აი ბევრი მანქანა ჩადგებოდა ეზოში და შეუძლებელი იყო თამაში, ცალკარშიც კი. თავიდან ორ კარში თამაშობთ, მე ცალკარში, რომ ვიწყებდით სადღაც აი ჭამის მერე, 3 საათზე ვთქვათ, ხო ჭამის ყოველდღე დაუბრუნებული არ შეჭამდი და აი მერე სადღაც შეიძლება სანამ არ დაღამდებოდა იქამდე თამაშობდით და მე უბრალოდ ამოდი იყო, ანუ ჭამე აღარ იყო. თან ჩვენ ბავშვობაში ქუჩის განათება სად იყო? არ იყო ხო, ანუ რომ ბნელდებოდა უკვე მორჩენილი ამბავი. ერთხელ მახსოვს ბავშვი როცა ვიყავი, ხანდახან ხო ხოლმე ისეთი მთვარე, რომ აი დღესავით რა რაღაც თეთრი ღამეები როა. და იქ ტაქტიკულ რეგიონებში და პეტერბურგში თქვა, ეგეთი ღამეები ხო არის და მაგაზე რაღაც ღამის 2 საათზე რო გავსულო რაიონზე სიტყვაზე პატარა ვიყავი, ან მეძინებოდა რაღაც რომ ნახავდი ამ განათებულს, ოცნება მქონდა რომ აი ესეთ განათებაში ფეხბურთი მეთამაშე, არა მთვარის განათებაში, იმიტომ დღესავით ჩანდა მახსოვს რა, მაგრამ არ ვითამაშე არასდროს. ბულვარი ერქვა სურამის პატარა სტადიონი მქონდა და იქ მქონდა ზუსტად ეგ ოცნება რომ ღამე მეთამაშა. მე უკვე დიდასაკში განაცდა და ვითამაში, მაგრამ აი ბავშვობაში მქონდა ოცნება რომ დამიძახებდი ჩენები რომ ბნელა ვეღარაფერს ხედავ და წამოდი. ბევრჯერ ვითამაშია ისე რომ აი ბუთს ძლივს ხედავ რა და უკვე ვამთავრებ იმიტომ რომ არაფერი აღარ ჭირდება. ხო, იმიტომ რომ განათება როცა დაამონტაჟდა მართლა როცა აინთო თქვა ღამე იქ ეზოში შუქები უკვე იმდენ მანქანა ეყენა რომ